ესე იგი, ხალხნო და ჯამაათნო, ძვირფასო პუბლიკა, ეს ვიდეო იქნება ჩვენს პენსიებზე, აქ გერმანიაში როგორი პრობლემა გახდა დღევანდელ დღეს პენსიები, ბეიბი ბუმერების თაობას პენსიები აღარ აქვს სამყოფი. ან ასე რომ ვთქვათ, თანხა რომლებიც, საპენსიო თანხა რომლებიც ბეიბი ბუმერებმა უნდა აიღონ, სამყოფი არ არის და სახელმწიფო იძახის იმას, რომ უფრო ჩამოჭრილ პენსიებს მიიღებს ვიდრე თაობა, რომელიც უფრო ადრე გადიოდა პენსიაში. რატომ მოხდა ეს პრობლემა? აქ არის რამოდენიმე მიზეზი, რატომ დაიწყო ეს პრობლემა. თვითონ საპენსიო ფონდი არის ისე შექმნილი, როგორც საქართველოში არ ვიცი, როგორ არის. ალბათ საქართველოს ნელ-ნელა იღებს ამ დასავლეთის კურსს და მე მგონი ეს ვიდეოც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოდიან ევროპაში, ან ჩამოსვლა უნდათ ევროპაში, ან უნდათ გაიგონ როგორ არის პენსიონური რეფორმა, ან ეკონომიკური რეფორმა, ან სადმიდის ნალოგები, ასე ვთქვათ, მუშა ხალხის, ან მაცხოვრებლების და ასე შემდეგ. როგორც პენსიონური რეფორმა რო დაიწყო ასე გერმანიაში, რომ ერთ დროს მოსახლეობამ დაიწყო პენსიონური ფონდში თავისი ხელფასიდან გადარიცხვა. და იმ დროსაც ხალხი, რომლებიც პენსიაში გადიოდნენ, აქედანვე იღებდნენ ამ ფონდიდანვე უკვე დაიწყეს აღება საპენსიო გადასახადების. ესე იგი, წესი ეს ესეა, ჩვენ კი საპენსიო ფონდში ფულს ვაგროვებთ, მაგრამ სინამდვილეში უხდით იმ ადამიანებს ფულს, რომლებიც უკვე ჩვენ დროს პენსიაში გადიან და ჩვენ რო პენსიაში გავალთ, ესე იგი, იმ დროს ხალხი, რომლებიც მუშაობენ, ჩვენთვის აგროვებენ ფულს. ან შეაქვთ ჩვენთვის საპენსიო ფონდში თავიანთი ხელფასიდან ჩამოჭრილი ან დანაზოგი. პრობლემას დავიწყებ არა თავიდან, არამედ უკვე ბოლოდან, იმიტომ რომ სკანდალი დღესდღეობით დღეს გვაქვს, ან ამ დროს გვაქვს და პრობლემა არის იქ, რომ ამ თაობას, რომლებიც დღეს მუშაობენ, ამ რომლებიც უკვე სკოლა დაამთავრეს, კოლეჯი დაამთავრეს, ინსტიტუტი დაამთავრეს და გადიან სამუშაოზე, რომ უკვე უნდა იმუშაონ, მაგ თაობას აქვს რამოდენიმე პრობლემა. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ბევრი არ მუშაობს, აქედან გამომდინარე საპენსიო ფონდში ფული არ შედის, თანხა არ შედის. რატო არ მუშაობს ბევრი? იმიტომ რომ სოციალური დაზღვევა, ან სოციალური დახმარება გერმანიის იმდენია, რომ ბევრი იმას ფიქრობს, რომ რა თმინდა რომ ვიმუშაო, მირჩევნია სოციალზე ვიჯდე და არ ვიმუშაო საერთოდ, ხო? და შეიძლება ძალიან ბევრი დამადასტურებელი, არადამადასტურებული მაგალითები მოიყვანო იმისთვის, რომ სოციალზე იჯდე და არ იმუშაო, მაგრამ სახელმწიფო ეხმარება ესეთ ადამიანებს. მეორე ვარიანტი ის არის, რომ ზოგი გადის სამუშაოდ, მაგრამ გადის ბაზისზე. რას ნიშნავს ბაზისი? ესე იგი, ან 4 საათი მუშაობს, ან ნაკლები მუშაობს, ან შეიძლება 4 საათზე მეტი მუშაობს, მაგრამ ხელფასი აქვს იმდენი, რომ დღესდღეობით ესე იგი 2025 წელს არ უნდა აცდეს 556 ევროს. საქმე იმაშია, რომ ვინც ბაზისზე მუშაობს და არ აქვს 556 ევროზე მეტი, ამ ხალხს, ამ კატეგორიის ხალხს აქვს უფლება საპენსიო ფონდზე თქვას უარი. ესე იგი, ბევრი რომლებიც მუშაობენ ბაზისზე, სტატისტიკის მიხედვით, ბევრი არ იხდის საპენსიოში ფულს. ესე იგი, ეს კატეგორია ხალხიც უმეტესობა არ იხდის საპენსიოში თანხას. მაგრამ დამსაქმებელი ყოველთვის იხდის თავის განკუთვნილ ძილს, რომელიც არის 9.3%. ესე იგი, 9.3% იხდის დამსაქმებელი, 9.3% იხდის დასაქმებული, მაგრამ როცა ბაზისზე მუშაობს, შეუძლია თქვას უარი საპენსიო ფონდში თანხის შეტანაზე, ასე ვთქვათ. შემდეგი კატეგორია არის ლტოლვილები. ლტოლვილები დავიწყოთ ისე უკნიდან, მაგალითად დღეს გვყავს ძალიან ბევრი
ლტოლვილი უკრაინიდან, ესე იგი, ყველაზე ბევრი ლტოლვილები, რომლებიც გერმანიაში არიან დღესდღეობით, თითქმის 1,5 მილიონი არიან უკრაინიდან და უმეტესობა ამ ხალხის ან არ მუშაობენ, ან მუშაობენ ესეც ბაზისზე. ესე იგი, უმეტესობა ამ ხალხის უმეტესობა, უკრაინელების უმეტესობა საჭიროა, რომ სახელმწიფო დაეხმაროს. სახელმწიფო ეხმარება თვითონ ამ საპენსიო ფონდით აღებულ თანხაზე, დასაქმების ბიუროდან აღებულ თანხაზე და სოციალურად გამოყოფილ თანხებიდან ეხმარება ამ ლტოლვილებს უკრაინიდან. და ძირითადად რომლებიც ჩამოდიან უკრაინიდან ხალხი, მაგათაც ეგენიც იძახიან, რა საჭიროა რომ იმუშაო, фильме руа мимино. Какой моральный человек в Москву без денег приезжает? Устат ეგეთი გამოთქვათ უკრაინელებს, какой моральный человек в Германии будет работать? ეგეთი რომელი მორალურად აღზრდილი ადამიანი გერმანიაში მუშაობს, ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე ხდება საპენსიო ფონდის კასების უფრო დაცარიელება და დაცარიელება. კიდევ ერთი პრობლემა იყო 2015 წლიდან სირიის ომიდან ძალიან ბევრი ნაკადი მოაწყდა. სირიის ომიდან სირიელები რომ მოაწყდნენ გერმანიას ძალიან ბევრი ბავშვებით. თითო ბავშვი დღესდღეობით 250 ევროა თუ არ ვცდები და რამოდენიმე თუ ათეული ბავშვი ყავს, წარმოიდგინე როგორ თანხებზეა ლაპარაკი და თუ მრავალშვილიანი ოჯახია, მაშინ ერთ-ერთი მშობელი ან ორივე შეუძლიათ დაჟდნენ სახლში, რომ თავის შვილებს მოუარონ და ამაშიც თანხას იღებენ, ექსტრა თანხას იღებენ ამაშიც. მანამდე კიდე იყო ერთი კიდევ ნაკადი 2013 წელს, რომ შესაძლებლობა მიეცათ როგორც რუმინელებს, ასე ბულგარელებს, რომ თავისუფლად ჩამოსულიყვნენ გერმანიაში და ემუშავათ. ესე იგი, წარმოიდგინე ბულგარელები და რუმინელები, რამდენი შვილები ყავთ მაგათ და იგივე სიტუაცია როგორც სირიელებთან და ძირითადად აი ეს კატეგორია ხალხის არიან უმუშევრები, ასე ვთქვათ, რომლებიც იყენებენ გერმანულ სოციალურ სისტემას იმისთვის, რომ არ მუშაობდნენ. და პლუს, რომ აქედან ფულის ეკონომია გააკეთონ და გაგზავნონ იქ ბულგარეთში, რუმინეთში, ზოგი სირიაში ან სადღაც, ან უკრაინაში და იქ თავიანთი სახლები ან რაღაცებში ინვესტიცია გააკეთონ. სირიის პრობლემას კიდევ რო დავამატო, სირიის პრობლემა არ არის მარტო რომ სირიელები ჩამოვიდნენ, სირიელები რომ მოდიოდნენ გერმანიაში, რატომ მოდიოდნენ გერმანიაში? იმიტომ რომ გერმანია პირველი ქვეყანა, ასე ვთქვათ, პირველ ადგილს იკავებს სოციალურად ანაზღაურებაში, თუ სწორად გამოვთქვი. ესე იგი, იმხელა სოციალური დაზღვევა ან ანაზღაურება ან დაცვა სოციალური ფულით, რომ უფასო ფულს არიგებენ აქ, ასე ვთქვათ. სირიელებს გამოყვნენ ავღანელები ირანიდან, ირაკიდან, თურქეთიდან, არ ვიცი საიდან აღარ, რომ საზღვარზე რომ მოდიოდნენ, პასპორტებს აგდებდნენ, ეს ჩაული მაფიოზური საქმეა, რომ ჩვენ სირიიდან ვართ, იძახდნენ, პასპორტები დავკარგეთ და ესეც ეს. ამიტომაც საპენსიო ფონდი გერმანელებისთვის საკმარისი არ არის. პლუს დაემატა ისო რამოდენიმე წლის წინ, რომ გერმანელებმა ან გერმანიაში ვინც პენსიაზე გადიან, აქვთ სპეციალური ნალოგი თუ ყადაღა ქვია, თუ აღარ მახსოვს რა ქვია ქართულად, მაგრამ ესე იგი გერმანელები ან ვინც გერმანიაში პენსიაზე არიან და იღებენ პენსიას, კიდე ეჭრებათ სპეციალური ნალოგი, საპენსიო ნალოგი. თუ კონკრეტულ თანხაზე მეც იღებენ პენსიას. ესე იგი, ეგეც ამცირებს საპენსიო შემოსავალს, თუ შეგვიძლია ასე ვთქვათ, მაგრამ პენსია რა შემოსავალი, ეს შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ ეს ჩემი დანაზოგია, შემოსავალი ხო არ არის, დანაზოგია, მაგრამ თვლიან როგორც შემოსავალს
და მაგაშიც ახდევინებენ ნალოგს, რომელიც უკვე თავის დროზე იხდიდნენ ნალოგს, ხო, მაგრამ პენსიაში გასვლის შემდეგ კიდე სპეციალურად იხდიან ნალოგს. ბევრი პენსიონერებს ვაკვირდები უკვე ბოლო 3-4 წელია, რომ აგროვებენ პლასმასის ბოთლებს და პლასმასის ბოთლები არ ვიცი, იცით თუ არა, გერმანიაში 25 ცენტი ღირს და აბარებენ, იმიტომ რომ პენსიონერებს საწოდა აკაურ, ესე იგი გერმანელ პენსიონერებს არ ყოფნით თანხა. და სურპრიზი სახელმწიფო იძახის, რომ თუ გარკვეულ თანხას აცდება ბოთლებით, ნაპოვნი ბოთლებით შემოსავალი თანხა, ასე ვთქვა, თუ აცდება გარკვეულ თანხას, ეს თანხაც უნდა იყოს დაბეგრილი. ბეგარა ქვია არის მე მგონი ნალოგი, ხო? ესეც უნდა იყოს დაბეგრილი. და ამიტომაც ხალხი, რომლებიც სოციალურად ასეთ პირობებში იმყოფებიან, რომლებმაც იმუშავეს მთელი ცხოვრების განმავლობაში 40-45 წელი, საბოლოო ჯამში ამ კრიზისის გამო, რაც ჩამოთვალე ტოლვილები, ნალოგები, რომ კიდე ამ ყველაფერს ემატება ინფლაცია, ყველაფერი ძვირდება, რომელი პენსიონერსაც არ აქვს თავის სახლი იხდის ქირას, დენს, წყალს, ნაგავს, გათბობას და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ხო ძვირდება, მაგრამ პენსია მაინც და მაინც ისე არ ძვირდება, რომ ყველაფერი ეს გადასახადები დააკმაყოფილოს. და ამიტომ საწოდავი ხალხი არის ასეთ ცუდ მდგომარეობაში. თან ახლა აცივ და ზამთარია და უფრო მეტი გათბობის დახარჯვა მოუწევთ, ან გათბობა უნდა გამორთონ და ესეც ჩვენი ევროპა უნდა ეკონომია გააკეთონ ხალხმა ევროპაში გათბობაზე. თუ რატომ უნდა გააკეთონ ეკონომია ევროპაში გათბობაზე, რატომ გაძვირდა ეს არის ერთ-ერთი ის, რომ Nord Stream 2 ააფეთქეს, ან Nord Stream პირველიც ააფეთქეს, იაფი გაზი ომის გამო უკვე აღარ აქვს, ბევრი რამ აღარ, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემა. თუ გაინტერესებთ ეს თემა, ამ თემაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემდეგ ვიდეოებში. აუცილებლად დაწერე კომენტარებში, თუ რამე კითხვები გაქვთ გერმანიის ეკონომიკაზე, ან პენსიაზე, ან შემოსავალზე, ან ბინაზე, თუ როგორ ხდება გერმანიაში ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრს წარმოდგენა აქვს, რომ თუ ევროპაში შევალთ, ან ევროპისკენ ავიღებთ მიმართულებას გზას, როგორც საქართველოს, ეს იქნება ჩვენთვის 64 დადგება, ან შეიძლება 64 არა, მაგრამ უფრო კარგად ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ. თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს, შეგიძლიათ დაწეროთ, შეძლების დაგვარად კი პასუხებთ.